ასეთი იყო დღის მთავარი თემები. მე ხოლმე დაგემშვიდობებით, ეთერს კი ვასილი ივანოვ-ჩეკოვანი განაგრძობს. ვასილ საღამომშვიდობ. საღამომშვიდობისა თამთა მადლობა. საქართველოს მთავრობამ ნარკოდანაშაულზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მოიწონა. საკანონმდებლო სრულებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. სრულება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლში, რომლითაც ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, დამზადება და წარმოება უფრო მცირე სანქციით დაისჯება, ვიდრე ნარკოტიკების გასაღება. უფრო დაწვრილებით რას ითვალისწინებთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ამას მოამბის სტუმარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გვეტყვის. საღამომშვიდობისა ბატონო ალექსანდრე, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო, კონკრეტულად როგორ გაიმიჯნება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკების გასაღებაზე და შეძენა შენახვაზე? მოქმედ ნორმაში, რომელიც გახავთ სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილი, ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება ერთგვაროვანად ისჯება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების შეძენა, შენახვა და გასაღება საზოგადოებრივი საშიშროების თვალსაზრისით ერთნაირი ქმედება არ არის. ცხადია, რომ გასაღება უფრო საშიში ქმედებაა, ვიდრე საკუთარი მოხმარებისთვის შეძენა, შენახვა მაგალითად. აქედან გამომდინარე, სანქციაც ერთი და იგივე არ უნდა იყოს. სწორედ ეს არის ჩვენი კანონპროექტის არსი, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ცალკე შემადგენლობად გამოიყოს გასაღება და ყველაფერი დანარჩენი სხვა დარჩეს ცალკე შემადგენლობად. შესაბამისად, წარმოებისთვის, დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის და ასე შემდეგ სანქციად იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე, ხოლო გასაღებისთვის, რომელიც უკვე ცალკე შემადგენლობა იქნება, როგორც მოგახსენეთ, სანქცია იქნება 6-დან 11 წლამდე. ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა უფრო მსუბუქდება, ძალიან ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ნარკოდანაშაულზე უნდა იყოს მკაცრი. როგორ მოხდა შეჯერება ამ გადაწყვეტილებაზე? იცით, პასუხისმგებლობა ნებისმიერ დანაშაულზე უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. სიმკაცრე თავისთავად თუ კი სხვა პრინციპები არ იქნება მხედველობაში მიღებული, შედეგს არ მოიტანს, მას არ მოუტანია შედეგი არსად და არ მოიტანს შედეგს არც აქ, რადგან სამართლიანობის განცდა, მათ შორის პირის მხრიდან, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მისი რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. იმიტომ რომ თუ მას არ აქვს სამართლიანობის განცდა, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რომ მან გარკვეული, ასე თქვათ, შურისძიების გრძნობა ჩაიდოს გულში და შესაბამისად ხელმეორედ ჩაიდინოს დანაშაული. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის პრინციპი, პროპორციულობის პრინციპი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი, ეს პრინციპები ყოველთვის უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, თუ გვინდა რომ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, მათ შორის ნარკოდანაშაულთან მიმართებით კრიმინოლოგიური სიტუაცია იქნეს გამოსწორებული და გაუმჯობესებული. ბატონო ალექსანდრე, ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. გარკვეულ შემთხვევებში იგი ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში უკვე პირს შეიძლება დაეკისროს პატიმრობა. ამ ლოგიკით თუ იმსჯელებთ, ნარკოტიკების მომხმარებელი შეიძლება შეფასდეს როგორც ნაკლებად საშიში პირის საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით თუ იგეგმება კანონმდებლობის უფრო ლიბერალიზაცია, ან იგივე თქვათ რესოციალიზაციის მიმართულებით თუ იგეგმება სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა? ასე ვთქვათ, მცირე რაოდენობით მოხმარება არის კიდევაც მიჩნეული უფრო მსუბუქ დანაშაულად. მეცაც გეტყვით, დანაშაულად იგი მიჩნეულია მხოლოდ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. პირველად ჩადენის შემთხვევაში იგი არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, ეს ქმედება, არამედ ისჯება ადმინისტრაციული წესით, პირს ედება ადმინისტრაციული სახელი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საზოგადოებრივი საშიშროება ამგვარი ქმედების ნაკლებია და ეს კანონმდებლის მიერ ასედაც არის მიჩნეული. ეხლა შემდგომი ლიბერალიზაცია ამისი იქნება თუ არა, ამაზე რა თქმა უნდა ჯერ პასუხი მზად არ გვაქვს. ამაზე მიმდინარეობს ჯელობა ნარკოტიკებთან ბრძოლის
უწყებათა შორის საბჭოს ფარგლებში, სადაც შედიან იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრი არის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ ამ სფეროში. ეს არის საკმარისად წარმომადგენლობითი საბჭო და ამ საბჭოს ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ. კიდევ მეორე რაიმე შემდგომი ნაბიჯების თაობაზე ეხლა ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა აქვს თუ არა ხელისუფლებას ამ მიმართულებით არჩეული პოლიტიკა, რომ პასუხისმგებლობა გახდეს უფრო ლიბერალური, იგივე თქვათ, არავითარ შემთხვევაში არ დაიკისროს მომხმარებელს გარკვეულ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ აი ადამიანები, ვინც არიან ნარკოდამოკიდებულები, არ მოხვდნენ ციხეში, არამედ მოხვდნენ რაღაც გარკვეულ ცენტრებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი ლიბერალიზაციის თაობაზე, ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს ინფორმირებული. ისე ვარაუდის დონეზე ცხადია კანონმდებელმა ესოდენ მნიშვნელოვან კანონებში ცვლილება არ უნდა შეიტანოს. რაც გულისხმობ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში. ევროპის ქვეყნებში და ევროკავშირის დონეზეც არსებობენ სპეციალური ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული ობსერვატორიები, რომელთა ამოცანა და ფუნქცია არის ის, რომ დააკვირდნენ ნარკოდანაშაულის დინამიკას, ნარკოტიკების მიწოდების დინამიკას, ნარკოტიკებზე მოთხოვნის დინამიკას და შესაბამისად მიიღონ აქედან დაუდონ პოლიტიკოსებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ინფორმაცია. ამგვარი ორგანიზაცია შეიქმნება ჩვენთანაც, ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, ევროპის შესაბამის ასე თქვათ დაწესებულებასთან ერთად მუშაობთ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ამისთანა ორგანიზმი საქართველოში და როდესაც იგი ჩამოყალიბდება და ეს უახლოესი მომავლის საკითხია, აი იქ უკვე გვეცოდინება სხვადასხვა კრიმინოლოგიური ასპექტები, სამედიცინო ასპექტები, რესოციალიზაციასთან დაკავშირებული ასპექტები, ამგვარი შესაძლო კანონმდებლობისა და მერე შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება. ახლა წარდგენილ ინიციატივაზე პარლამენტმა მიმდინარე კვირაში უნდა იმჭელოს ბატონო ალექსანდრე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლებმა თქვენი ინიციატივა დაამტკიცეს, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება უკვე მსჯავრდებულ პირებზე, თუ შეეხება მათ? რა თქმა უნდა შეეხება სისხლის სამართლის კანონს, თუ იგი ამსუბუქეს პასუხისმგებლობას აქვს უკუძალა და შესაბამისად პირი მას შეუძლია, ნებისმიერ შეუძლია ისარგებლოს ამგვარი შემსუბუქებული კანონის უკუძალით და მიმართოს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯის მოთხოვნა. კიდევ ერთი ინიციატივა ბატონო ალექსანდრე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, ეხება უკვე აღკვეთის ღონისძიების შესახებ ინიციატივას პარლამენტსაც უკვე მიმართეთ ამ მიმართულებით. სასამართლოს დაეკისრება აღკვეთის ღონისძიების გადახედვის აუცილებლობა და მისი დასაბუთება. რატომ უნდა დაეკისროს სასამართლოს ამის აუცილებლობა, როგორ არის ეს ინიციატივა არგუმენტირებული თქვენის მხრიდან? პირველ რიგში დასაბუთების ვალდებულება განაჩენთან მიმართებით სისხლის პროცესში არსებობს, მაგრამ აღკვეთის ღონისძიების განჩინებასთან მიმართებით სიტყვა დასაბუთება კანონში არ არის. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჩვენს კანონ პროექტს ახლავს თან, არის სწორედ ეს. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების შესახებ. მეორე ასპექტი გახლავთ ის, რომ დასაბუთება მოითხოვს მითითებას კონკრეტულ მტკიცებულებებზე, არსებობს მოგხსენებათ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მათ შორის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლები, რომლებიც ჩამოთვლილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ უნდა არსებობდეს ასევე კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებზეც უნდა მიუთითოს სასამართლომ, რომ რათა დაასკვნას მართლაც არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კონკრეტული საფუძვლები. და ბოლოს პირს ყოველთვის შეუძლია მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს რათა გაუქმდეს ან შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, მაგრამ შუამდგომლობის მიმართვის თავისთავად ინსტიტუტი
გულისხმობს იმას, რომ მტკიცების ტვირთი ამ პირს ეკისრება არა და სიხლის სამართლის პროცესში მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა. შესაბამისად, ჩვენ პირდაპირ მიუთითებთ, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია ყოველთვის მტკიცების ტვირთი, როდესაც განიხილება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხი. რაც შეეხება ორ თვეში ერთხელ სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობის შემოწმებას, ესეც სრულიად ახალი ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც habeas corpus-ის ინსტიტუტს აიყვანს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებამდე. ჩვენ ისედაც გქონდა საკმარისად კარგი სტანდარტი habeas corpus-ისა, მაგრამ აი ეს ინსტიტუტი სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით განურჩევლად მხარის შუამდგომობისა აღკვეთის ღონისძიების შემოწმების ინსტიტუტს გულისხმობ, ეს აგვიყვანს ჩვენს კანონმდებლობას აიყვანს ახალ სიმაღლეებზე. ბატონო ალექსანდრე, ორივე ინიციატივა შეიძლება მნიშვნელოვნად შეფასდეს. როგორია თქვენი იმედი საკანონმდებლო ორგანოში მათი გასვლის თაობაზე? გაქვთ თუ არა იმედი, რომ ორივე ინიციატივას კანონმდებლები დაამტკიცებენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნება რომელიმე ინიციატივას პარლამენტი ჩემი აზრით იქნება ერთსულოვანი ორივე კანონის მხარდაჭერაში.